ექსტრემალური სპორტის და აქტიური დასვენების მოყვარულები დიდი დიღმის ოფროუდის ტრასაზე დილიდან შეიკრიბნენ. თბილისში ოფროუდში საქართველოს ღია პირველობა დაიწყო. შეჯიბრში მონაწილეობის მსურველი ეკიპაჟი სულ ცოტა 2 ადამიანისგან შედგება, პილოტი და შტურმანი. ოფროუდი მამაკაცურ სპორტად ითვლება, თუმცა არის გამონაკლისებიც. ნინო კინწურაშვილის და თემურ ჩერგელაშვილის წყვილი საკმაოდ გამოცდილია. დღის შედეგების მიხედვით ისინი ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად ითვლებიან. მე ძალიან მიზიდავს ეს ექსტრიმი. შეჯიბრი ძალიან მომწონს და არ ვიცი, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ აქ შეჯიბრში მონაწილეობისგან. ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო დროა და გასულ პირველ ეტაპზე სულ 2 წამი წავაგეთ პირველ ადგილს. პირველ ადგილთან, ამიტომ ეხლა ვიბრძვით იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ყველა ჩვენი შედეგი. გამოვედით მოსაგებად და არა რაიმე შედეგის საჩვენებლად. ჩვენი მიზანი ეს არის. ნებისმიერი სხვა შედეგი, თუნდაც მეორე ადგილი არანაირად არ დაგვამყოფილებს. ამიტომ ვიბრძოლებთ ბოლომდე. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ექსტრიმის მოყვარული მრბოლელები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოვიდნენ. მონაწილეები ამბობენ, რომ ტრასების სირთულით, რელიეფით და საორგანიზაციო საკითხებით საქართველოს ოფროუდის ახალ ეტაპზე გავიდა. ძალიან შთამბეჭდავია, წელს ჩვენმა ქართულმა მეგობრებმა ნამდვილი სანახაობა მოაწყვეს. ეს სულ სხვა დონეა. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ კავკასიაში ოფროუდი შესანიშნავი ალტერნატივაა საერთაშორისო და მსოფლიო დონის ღონისძიებებისათვის. საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ოფროუდისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. რთულ რელიეფში ერთი შეხედვით გაუვალი ტრასები ბუნებრივადაა შექმნილი. ქართული რელიეფი, რა თქმა უნდა, იდეალურია ოფროუდისთვის. საკმაოდ მრავალფეროვანია, წვიმა დაემთხვა ამ ყველაფერს, ტრასები ისედაც საკმაოდ მაღალი სირთულის იყო და წვიმიანმა ამიდმა კიდევ უფრო გაართულა ტრასები და საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი შეჯიბრია. საკმაოდ მაღალი დონის შეჯიბრია, საკმაოდ რთულია და შეიძლება ითქვას, ჩვენი სტუმრებიც აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სასუნთქოდან არიან აღფრთოვანებული. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული დონის გზებია გაკეთებული. საქართველოს ღია ჩემპიონატი ოფროუდში დიდი დიღმის ტერიტორიაზე 2 დღეს გაგრძელდება. გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში ხვალ გამოვლინდებიან. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, დღეს ძალიან ბევრი გულშემატკივარი და მონაწილეა. ამ ექსტრემალურ სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია სათანადოდ მომზადებული ავტომობილი, შესაბამისად გამარჯვებულებს გადავცემთ პრიზად ვაუჩერებს ARB-ს პროდუქციაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ავტომობილის უგზაობის პირობებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში საქართველოს ოფროუდში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს. განაცხადი ოფროუდის საერთაშორისო ფედერაციაში უკვე გაგზავნილია.